ჩვენ ვართ არა მარტო წარსული გამოცდილებები, რაც გაგვივლია, არამედ მომავალი შესაძლებლობებიც, რომელიც არ ვიცი, ჯერ რა იქნება მომავალში, მაგრამ უამრავი სცენარი და შესაძლებლობა არსებობს, რა შეიძლება რომ მოხდეს. მე ვარ როგორც წარსული, ისე მომავალი შესაძლებლობები ერთად, ჯამში, აქ და ახლა, აი დროის ხაზი რომ მოუხსნა, ალფა სიფტყეში რომ გადავიდე, სადაც დრო არ არსებობს, წარსული და მომავალი დარჩება ერთად. აწმყოში. ხო, აწმყოში რჩება ერთად ორივე. ხო, ანუ აქ და ახლა ხარ წარსულიც და მომავალიც. თავარი არის შენ რა არჩევანს აკეთებ, ორიენტირს აიდ გაასწორებ. გადარჩენის მექანიზმი ორიენტირს ასწორებს წარსულში, ანუ გამოცდილებას ეყრდნობა და შემოქმედის ღმერთის ხატად რო ვარ შექმნილები და შემოქმედი რო არის ადამიანი. ეს აკეთებს აქცენტს მომავალზე, მომავალ შესაძლებლობაზე. იქ როცა არის რაღაცა შეზღუდვები, ხო, ანუ აი ეს აფრიკის მაგალითზე, პრობლემას კი არ დაინახავს მარტო, შესაძლებლობას დაინახავს. მე რა შესაძლებლობას ვქმნი აქედან? ვთქვათ, რაღაცა პრობლემაა, არ მომწონს. გადარჩენის მექანიზმი ძალიან კარგად ამჩნევს ხოლმე პრობლემებს, ხარვეზებს, რა არ მომწონს, რა არის ცუდი, რა შეიძლება შემოქმედის მდგომარეობიდან რო შეხედო ამას, რა შესაძლებლობას მაძლევს ეს მე? აი, მარტივი კითხვა შეიძლება რომ დასვა.